მოგესალმებით ყველას ეს ვიდეო გადავწყვიტე ჩამეწერა იქიდან გამომდინარე რომ ხალხი დღეს ამასთან დაკავშირებით არ მინდა რომ ვაკუუმში იყოს და უცოდინურები დარჩნენ და მე ვფიქრობ რომ ბევრს არ ესმის და ბევრის ტვინამდე არ დადის ვინც იცის და ვისაც გაუგია რომ ის მათ ტვინამდე არ დადის და ვერ იგებენ ეს როგორ შეიძლება მომხდარიყო და ყოფილიყო ასე მაგრამ ხდება ის რაც ხდება არ როგორც ღმერთისგან წარმოუდგენელი სასწაულები ხდება ასევე დაუმორჩილებელი სულებისგან ასევე რომლებიც ღმერთს განუდგნენ მათგანაც ასევე ხდება ის არასასიამოვნო ფაქტები და ამბები. ყველა კარგად ვიცით სოდომ გომორში ღმერთმა ცეცხლით აღგავა იქაურობა და ნამდვილი მიზეზი კი შეიძლება ცოტა მიცის ეს ამბავი მაგრამ ბევრს და ყველას გაგონილი აქვს რომ იქაურობა იყო სავსე მოდებული გარყვნილი ადამიანებით გარყვნილობას რაც დღეს ხდება ეს გეები LGBT-ს ფორმაში რაც შედიან ეს ადამიანები ხო მამაცმავლები დადედლებულები დამამლებულები ლესბოსელები ანუ ხო და ეს შემდეგ რა ხა ეს რაც ხდებოდა ეს ასეთი დემაგოგია დადის დღეს რომ რელიგია უпроსოდ ამაში დიდ როლს თამაშობს დღეს რომ ხალხს ამას ახვევს თავზე რომ აი ამის გამო განადგურდა სოდომ გომორი ამის გამო არ განადგურებულა ეს არ იყო მიზეზი რის გამოც ღმერთმა გადაწყვიტა რომ სოდომ გომორი უნდა განადგურებულიყო მე მოგიყვანთ ადგილებს ბიბლიიდან და ბიბლიის ციტატებს თქვენ ნახავთ უშუალოდ წაიკითხავთ რომელიც უშუალოდ იქ ნათქვამია თუ როგორ მოხდა ანგელოზებისგან რომლებიც მე არ ვიძახი ლუციფერს რომ გამოყვა ის დემონური ის დემონები ანუ ის დაცემული ანგელოზები რომლებიც ლუციფერს გამოყვნენ იმ ანგელოზებზე არ მაქვს მე ლაპარაკი ანუ ლუციფერთან დაცემის შემდეგ მოხდა კიდევ ასევე რა თქმა უნდა ანგელოზების რაღაც ნაწილის დატოვება ზეცის რომლებმაც ასევე ღმერთს შესწოდეს ასე რომ ვთქვათ ჩვენი ენით გაგებით და აი ამ ანგელოზებმა ადამიანის სახეთი დედამიწაზე ქალები დააორსულეს და ჩდებოდნენ ანგელოზებისგან ჩასახული ბავშვები და ამის შემდეგ იბადებოდნენ ეს ბავშვები მუტანტებად ამიტომ გამოდიოდნენ ზოგი გოლიათები ზოგი ორთავიანი სამთავიანი და რაღაცა უაზრო მუტანტები იბადებოდნენ ბავშვები ასე რომ ვთქვათ ბიბლიაში რო წავიკითხოთ ანგელოზებზე წერია რომ ღვთისშვილები ეს პირდაპირ არ არის თარგმანი გაკეთებული პირდაპირ თარგმანი არ არის გაკეთებული სწორი და ამიტომ იქ უნდა ღვთისშვილების ადგილას უნდა ეწეროს ანგელოზები მოკლედ ეს არის რეალური ფაქტი რის გამოც ღმერთმა სოდომ გომორი გაანადგურა და გაანადგურა იმის გამო
ამ სისხლის აღრევით, რომ არ მომხდარიყო კაცობრიობაში ადამიანის შთამომავლობის დაკარგვა. რომ ადამიანს თავისი შთამომავლობა დაეკარგა და ამ ანგელოზების ჩარევით, ხა იქ სოდომ გომორში იქ რიტუალები ხდებოდა, ხო, 1000-ნაირი რიტუალები ხდებოდა და ამ რიტუალების მიხედვით, რა თქმა უნდა, ამ დაცემულმა ანგელოზებმა, იგივე ეშმაკებმა, დემონებმა ხელი იწაფეს და ადგენენ და ამ რიტუალებით ჩაისახნენ ადამიანებში და იმ რიტუალების მიხედვით მერე მოახდინეს ადამიანების მეშვეობით ქალებთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარება. ბევრს ხა უკვირს, აახ როგორნაირად ხო ეს თვითონ იმაშება, რა ქვია, დემონი ადამიანს განკარგავს მაგ დროს. და ზუსტად აი ამის გამო იყო სოდომ გომორი განადგურებული, იმიტომ რომ მხსნელი და მოსული იყო ადამიანის მოდგმიდან და არა ანგელოზების მოდგმიდან. იმიტომ მაშინ იქნებოდა ანგელოზების მოდგმა დედამიწაზე და არა ადამიანთან მოდგმა, სოდომ გომორი რო არ განადგურებულიყო. და ამიტომაც ღმერთმა წერტილი დაუსვა იქ იმათ. მაგრამ დღეს ჩვენ იგივე ფაქტები გვხვდება დედამიწაზე, ხედავთ ხოლმე რაღაც გაგებულ ინფორმაციებს, რომ აი უცხო პლანეტელები ჩამოვიდნენ. არანაირი უცხო პლანეტელები არავინ არ შემოსულა და არ ჩამოსულა. ეს ისევ იგივე ჩვეულებრივი ის დემონები არიან ადამიანებში ჩასახულები. მაგრამ მე რა მინდა გითხრათ, ის დემონები, რომლებიც მაშინ სოდომ გომორის დროს იქ განადგურდა, ის დემონები დღემდე არიან მოკეტილში. ანუ ღმერთმა მათ ბოქლომი დაადო, ჯაჭვები დაადო, ისე რომ მათ არ აქვთ არანაირი არაფრის უფლება მიცემული და მათ აქვთ აბსოლუტურად შეზღუდული ყველანაირი მოქმედება. უმოქმედონი არიან, აბსოლუტურად უმოქმედონი არიან. და აქედან გამოჩნდა, რომ რა თქმა უნდა დღეს ის რაც ჩვენს შორის არის და რაც ხდება, ეს ყველაფერი იყო არასწორი სულებისგან და დღეს რაც ხდება, ესაც რა თქმა უნდა არასწორი სულებით არის წარმართული ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ზოგიერთებს გონია, რომ უცხო პლანეტელები არიან. არა, უცხო პლანეტელი არ არსებობს, უბრალოდ დემონი ჩვეულებრივად ისახება ადამიანში და იქიდან აავლენს თავის თავს. აი ეს არის და ეს. აი ეს არის სიმართლე. ხოლო რელიგია ამას კეტავს და იძახის, რომ არაკანონიკურია ის წიგნი, ენოქი, ესა, რაღაც ბოდვებშია და სიმართლეს გაუღრბის. თუ ის არაკანონიერია, რომელიც ბიბლიაში წერია და გაუღრბის იმას, რომელიც ხო წერია კიდევაც არაკანონიკურად, ის რაც არ წერია, იმას როგორ ამტკიცებს რელიგია? აი ხატებზე, წითელ კვერცხებზე, ბავშვების მონათლაზე, საიდან ამტკიცებს ამ ყველაფერს რელიგია? ეგ ხო საერთოდ ვაფშე არ წერია და არც დაწერილა საერთოდ. ამას როგორ ამტკიცებს? კაი, ის უნდა რომ რაღაცა ენოქი გააყალბოს, მაგრამ აქ მარტო ენოქის წიგნში არ არის აქ ნახსენები, აქ დაბადებაშიც არის ნახსენები და ახალ აღთქმაშიც არის ნახსენები ამის შესახებ. ხო და ის რასაც დღევანდელი რელიგიები ლაპარაკობენ, ის ვაფშე არ არის ნახსენები საერთოდ. არც ახალ აღთქმაში, არც ძველ აღთქმაში. მაგრამ ხალხს ჯერა ამისი მაინც. აი ეს არის უბრალოდ ძალიან დიდი დაუდევრობა, ძალიან დიდი გულუბრყვილობა და ის რაც ხალხს არარეალობის რჯერა, რომ ეს არის რეალობა.